ესია ზინოვკინას, ინდისის პატიმრის ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელიც საქართველოში შვილთან შესახვედრად პაემანზე ჩამოდიოდა, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. სასაზღვრო პოლიციის განმარტებით უარის მიზეზი ის ჯარიმაა, რომელიც ქალს დედების აქციაზე გამოუწერეს. რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსულ აქციებზე ჩაისა და ყავის დარიგებით უჭერდნენ მხარს, თითქმის 8 თვეა უკვე ციხეში ყავთ. მათ წინააღმდეგ პროკურატურას საქმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით აქვს დაწყებული. ამ დრომდე დაკავებულების საქმეზე პროკურატურას არც ერთი აუდიო ან ვიდეო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, იმის მიუხედავად, რომ მათი დაკავების ადგილზე არაერთი სათვალთვალო კამერა იყო განთავსებული. სინდისის პატიმრების მეგობრებმა დღეს საჯარო განცხადებაც გაავრცელეს, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ ადვოკატებს გადასცენ ნებისმიერი ვიდეო მასალა, რომელიც ზინოვკინას და გრიბულის დაკავების პროცესს შეიძლება ასახავდეს, დაწესებულია ჯილდოც 10,000 ლარამდე, 10,000 ლარის ოდენობით. დღეს რაც მოხდა არის არაადამიანურობის კიდევ ერთი გამოვლენა და ბოროტების კიდევ ერთი აქტი ჩადენილი ქართული ოცნების რეჟიმის მიერ, როცა პატიმარის შვილის, პოლიტ პატიმრის ანასტასია ზინოვკინას მოხუცი დედა, რომელიც ჩამოფრინდა მრავალთვიანი ლუდმის შემდეგ, დაჯავშნილ პაემანზე საკუთარ შვილთან, პატიმრობაში მყოფ შვილთან შესახვედრად საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. გარკვეული კომუნიკაციის შემდეგ ჯერ ეუბნებოდა, რომ უკავშირდებოდა მის აქციებზე ყოფნას, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მას ნიშნეს საფუძველი, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რის გამოც უარსებლებიან საზღვარზე შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ მას არ ჩაბარებია ჯარიმის არავითარი გადაწყვეტილება, უფრო მეტიც ჩვენ დღესვე მოვითხოვეთ და მოითხოვა მან ჯარიმის ჩაბარება და გადაცემა, თუმცა ამაზეც გამოცხადეს უარი საზღვარზე. ასევე ჩვენ შევთავაზეთ და ამ ქალბატონმა შესთავაზა, რომ ამჯერ იმას გადაიხდიდა ან პირადად თვითონ, ან საქართველოში მყოფი მისი მეგობრები, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს საზღვარზე მას უთხრეს, რომ იგი გარკვეულ ბაზაში არის მოთავსებული და ვერავითარ შემთხვევაში მას საქართველოში ვერ შემოუშვებდნენ.